სახელითა მამისა და დადისა და დაწმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ. დღევანდელ დღესასწაულს, ასრულებულ წირვას და წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელის დღეს. თუ გადავხედავთ ამ წმინდანის ცხოვრებას, ის იყო წარმოშობით სპარსი და იმ პერიოდში, როგორც იცით, საქართველოში ძლავრობდნენ სპარსები, დაპყრობილი ყავდით. და მამამისთან ერთად, როდესაც მამამისი წამოვიდა საქართველოში, ისაც გამოყვება თავის მამას. დასახდებიან მცხეთაში და იქ იყო ქრისტიანული თემი. ასევე სპარსეთში იმ პერიოდში ცხოვრობდნენ ქრისტიანები, რომელთაც რა თქმა უნდა სასტიკად ებრძოდნენ. და მათთან დაიწყო ქრისტიანობის გაცნობა ევსტათიმ. ხოლო როდესაც საქართველოში ღრმად ჩაწვდა სარწმუნოებას, გადაწყვიტა რომ ნათელეღო და კათოლიკოს სამუელის ხელიდან იღებს მართს, ინათლება და ხდება ქრისტიანი. სპარსელებს მაშინ იმ პერიოდში ჰქონდათ თავიანთი დღესასწაულები და ერთხელ როდესაც მიიწვევენ მას არ წავა იქ, იმიტომ რომ იქ წასვლით აქტიურად გამოდიოდა, რომ ქრისტიანობაზე უარს ამბობდა, იმიტომ რომ იქ მათ რიტუალებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა და ის ამას ვერ იზავდა, იმიტომ რომ გულით შეიყვარა ქრისტე და თავის ეროვნების ხალხს, სპარსელებს ახოვნად განუცხადებს, რომ ვერ დაესწრებოდა მათ დღესასწაულს, რამე თუ ქრისტიანი იყო. ამის გამო მას აპატიმრებენ, იქ დასჯის უფლება არ ქონდა, ამიტომ მარზაპანთან წავიდნენ და მოითხოვეს, რომ დაესაჯათ იგი, სიკვდილით ისე ვერ დასჯიდნენ თვითონ. და გადაწყდა, რომ მარზაპანი მოუწოდებდა, რომ დაბრუნებოდა თავის სარწმუნოებას, მაგრამ რა თქმა უნდა უარს იღებს. მანამდე ევსტათი შეევედრება ღმერთს, როდესაც მცხეთის ჯვართან გაჩერდებიან, რომ თუ შეეძლო ღმერთს მისი სხეული საჯიგნად არ გაეხადა, არამედ ისე მცხეთაში დაებრუნებინა და იქ დაეგზავნათ. ერთი მარზაპანი შეიცვლება, გავა რამოდენიმე წელი და როდესაც შეიცვლება ქართლის კათოლიკოსი თხოვს მარზაპანს და ევსტათის უშვებენ ისევ საპყრობილედან, მაგრამ როდესაც ახალი მოვა, მასთან კვლავ დააბეზღებენ, რომ ის ქრისტიანია და მოიხმობენ ევსტათის, თხოვენ ისევ, რომ დაუტევოს ქრისტე და სარწმუნოება, მაგრამ ევსტათი შეევედრება უფალს, რომ ძალა მისცეს და უფალი შეეწევა მას და სპარსელებს მეტი აღარ დარჩენოდათ, მოკლეს ის, დააგდეს ველად და მერე ქართველებმა, სამუელ კათოლიკოსმა და ქართველებმა წაიყვანეს და დამარხეს იქ, სადაც სვეტიცხოვლის ტრაპეზია, გადმოცემით ასე ვიცით. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ნიშანდობლივია
ამ წმინდანის ცხოვრება. მაშინ ქართველებზე ბატონობდნენ სპარსელები და რა თქმა უნდა სპარსელები ცდილობდნენ რომ ყველაფერი ისე შეეცვალათ როგორც თვითონ მოწონდათ. იმიტომ როდესაც დამპყრობი შემოდის შენთან, ის ყოველთვის თulis რომ შენზე მაღლა დგას და შენზე მეტი იცის. მან შეიძლება იმ პერიოდში მრავალი შენობა ნაგებობებიც ააშენოს შენთან. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, არც თუ ისე შორეულ წარსულში, წინა საუკუნე ავიღოთ, იმის წინა საუკუნე ავიღოთ, კიდე ქრისტიანობის სახელით შემოსულიყო რომელიმე იმპერია, იმ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, ყოველთვის ცდილობდნენ რომ ისე შეეცვალათ საქართველოში ვითარება, როგორც თვითონ მიაშთათ სწორად. ამას შევადარებდი იმ სიტუაციას, როდესაც ოჯახში არის ხოლმე ბავშვი და ყველა ცდილობს იმ ჭკუაზე გაზარდოს, როგორც თვითონ მიაჩნია. ან შევადარებდი იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც თავიანთი დანიშნულება ვერ გაუგიათ და ჯიუტად ცდილობენ ადამიანი აღზარდონ ისე, როგორც თვითონ მიაჩნიათ მართლად. სინამდვილეში ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძიებდეთ ნებისმიერი ადამიანი ღვთისნებას და სასულიერო პირი ვალდებულია ღვთისნებას ეძიებდეს, უნდა იცოდეს თუ სული წმინდას რა სურს კონკრეტულად იმ ადამიანისათვის და არ უნდა ვიყოთ არავინ მოძალადეები, არ უნდა ვიყოთ, უნდა ისე მოვექცეთ ჩვენზე მონდობილ ადამიანებს, რომ ვაჩვენოთ ის გზა, რომელიც თვითონ უნდა გაიაროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრ რამეში შევეშველებით, მაგრამ მას მაინც პირადად აქვს ის გზა გასავლელი, იმიტომ რომ ადამიანი თავისუფლად ნებით დააჯილდოვა უფალმა და ყოველივეს თვითონ ირჩევს. შეიძლება ბევრს ეგონა ჩვენს დამპყრობებს, რომ კეთილს აკეთებდა, როდესაც ბევრ რამესაც მართლაც აშენებდნენ, რაღაცა თავიანთი კულტურა შემოჰქონდათ, მაგრამ სულ უკვირდათ რა უნდათ ამ ქართველებსო, ბოლომდე რატომ არ გვემორჩილებიანო. მართლაც საოცარი ბედი გვაქვს ქართველებს. ყველა ერთს თავის მისია აქვს. არიან დიდი ერები, რიცხობრივად გულისხმობდა ტერიტორიების საკმაოდ დიდი აქვთ. და ისინი მთელ თავის ძალღონეს ახმარენ იმას, რომ ის ტერიტორიები რამდენადაც შესაძლებელია სხვის ხარჯზე გაზარდონ. ასევე არიან ერები, რომლებიც თავის კულტურას და კულტურას ქმნიან. არის საერთოდ ცივილიზაცია და ბევრისთვის იქ რაც მისაღებია, ბევრისთვის მიუღებელია. ჩვენ ქართველებს დიდი სამუჯე მოგცა ღმერთმა. ალბათ ძალიან ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, თუ რა არის ჩვენი მისია, ღმერთმა თუ ინება და როდისმე ღვთის შეწევნით ერთად ცხოვრება ვისწავლეთ. ქართველი ადამიანი ნიჭიერი ადამიანია და ამიტომ ნიჭიერ ადამიანებს ხშირად ერთმანეთთან ყოფნა ცოტა უჭირთ ხოლმე, იმიტომ რომ რატომ ჩემ აზრზე არ ახარო, ხშირად ხდება მასეც. სხვა ერების ნიჭიერები არიან, მაგრამ ჩვენ კიდე სხვა რაღაცა გვაქვს უფლიდან მოცემული. ჩვენ ვართ როგორც სულები სარწმუნოების. თუ რომელიმე იმპერია არსებობდა, და ალბათ რომ იარსებებს,
ყველა შეესწება რომ შემოვიდეს აქ ალბათ ჩაწვდეს ჩვენი ერის საიდუმლოს ბევრს აქვს მაგ განზრახვა ძველადაც ჰქონდათ თუ რატომ ვართ ასე რატომ ვიცავთ ასე ჩვენ სარწმუნოებას რატომ არის ქართველი კაცი ასეთი დიდი სიყვარულით აღქმებული ღვთისადმი რატომ ურჩევნია მას მოკვდეს ოჯახით შესწიროს მაგრამ არ გადაუხვიოს იმას რაც სწორად მიაჩნია და მართლად მიაჩნია ეს დღეს უკვირთ თორე ძველი ქრისტიანები საერთოდ მასზე ცხოვრობდნენ ქრისტესთვის და სარწმუნოებისთვის დებდნენ თავს იმიტომ რომ ჩვენი საუნჯი არის უწმინდესი ხშირად ბრძანებს ხოლმე ღმერთი სამშობლო და ადამიანი თუ არ გეყვარება ღმერთი თუ ღვთის იმედი არ გექნება თუ არ გეყვარება შენი სამშობლო შენ ხომ არ შეგეძლება შენი მოყვასისთვის თავის დადება თუ მოყვასისთვის თავის დადება არ შეგიძლია მაშინ ძალიან შორს ხარ ღვთისგან როგორც სამება ღმერთი ერთია ქვეყანაზე და ისე ჩვენ ერთი სამშობლო მოგცა უფალმა ისას თავის დედის წილხვედრი ქვეყანა ჩაგვაბარა და რაც იყო ევსტათი მცხეთელისთვის გინდა წმინდა გიორგისთვის მიუღებელი უცხო კერპებზე უკვე შეწირვა მათთან ან სხვერპლის შეწირვა ან საკმევლის დანთება ის არის ქართველისათვის ყოველგვარი უზნეობა და იმის გამო რომ ქართველ ერს ძალიან უყვარს ღმერთი და ძალიან უყვარს სამშობლო ზრუნავს ყოველი ადამიანისათვის თავის ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის და ძალიან ბევრი მოეთხოვება არ შეიძლება რომ ის უზნეობას შეეგუოს უზნეობა ხომ აუცილებელი ხო არ არის დოგმატი დაარღვიო რომ ღმერთი უარყო როცა უზნეოდ ცხოვრობ უღმერთო ხარ ადამიანი და ღმერთის არა ხარ როდესაც გარყვნილებაში ცხოვრობ როდესაც ჭაობში ცხოვრობ გარყვნილების ჭაობში არ ხარ რა თქმა უნდა ღმერთის მაშინ ხარ უბრალოდ ადამიანის ფორმის მატარებელი ამიტომ ეს არის ყველა უნდა დაფიქრდეს ალბათ თუ რატომ არის ოდესაც ქართველი მასე იცავს თავის სარწმუნოებას ის თითოეული ადამიანისთვის იბრძვის მას არ უნდა რომ ვინმეს რაღაც ცუდი შეემთხვეს იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია ჩვენმა ერმა იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი თუმცა ხშირად ხდება ჩვენს გადავარდებით ხოლმე უზნეობის ჭაობში მაგრამ მოწყალე ღმერთი გამოგვაფხიზლებს ხოლმე მაგალითად მე რომ ცუდად მოვიქცე ვიღაცამ ხომ უნდა მითხრას რომ არ შეიძლება მასე მეუფე როგორც იქცევი არ შეეფერება არათუ სასულიერო პირს არამედ წესიერ ადამიანს ასევე თუ სიყვარულით მიუთითებთ ერთმანეთს რაც არ უნდა მტკივნეული უნდა იყოს ვალდებულები ვართ რომ ერთმანეთს სწორი გზა მიუთითოთ თუ რამდენი იმპერიაც არ უნდა შემოვიდეს თავის კულტურის შემოტანას დაიწყებს რაც მისაღებია თავისთავად ახლა გლობალიზაციის პირობებშიც რაც მისაღებია რაღაც დათმობებზე უნდა წახვიდეთ და შეიძლება მაგის გაკეთება მაგრამ არის საკითხი რომელიც ნიშნავს რომ სარწმუნოებრივ კომპრომისზე წახვიდეთ და სარწმუნოებრივ კომპრომისზე წამსვლელი ადამიანი ყოველთვის თუ ქრისტეს გაყიდი ღმერთს თუ გაყიდი მე ყველას გამყიდველი გახდები
ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ნუ გაგიკვირდებათ ეკლესია ყოველთვის ნეობის სადარაჯოზე იქნება, ყოველთვის იქნება იმის სადარაჯოზე, რომ აღვირახსნილი ცხოვრებით არ იცხოვრონ ადამიანებმა. ამ აღვირახსნილ ცხოვრებაში არა მარტო მრუშობა და ის მოიაზრება, არამედ ძარცვა, ყაჩაღობა, ქურდობა, სხვისი ჩაგვრა და ასე შემდეგ, რაც საძაგელია ღვთისათვის, ყველაფერი საძაგელია, ასევე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ადამიანისთვის და მით უმეტეს ქრისტიანისთვის. ამიტომ ჩვენი ეკლესია ყოველთვის დაიცავს იმას, რასაც საუკუნეების მანძილზე იცავდა. ჩვენი ერის ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენ არა ვართ დამპყრობიერი. ხშირად სხვადასხვა ცივილიზაციები, სხვადასხვა იმპერიები შემოდიოდნენ და არა მარტო იმპერიები, ვინმე თუ მომძლავრდებოდა, ჩვენი დაპყრობა ყველას უნდოდა და ყველა ცდილობდა, რომ დავეპყრეთ. არ არის აუცილებელი ხვლით და იარაღით მოვიდეს. ბრჭყვიალა ოქროსფერი ნივთებითაც შეიძლება მოვიდნენ და ჩვენ უნდა გქონდეს იმის გონიერება, რომ გარჩევა შეგვეძლოს. როგორც პირველი მოწამეები დებდნენ თავს ქრისტესთვის, ჩვენს ვალდებულები ვართ, ჩვენს დავდოთ. აბა ეს ლამაზი ისტორიები ხომ არ არის? რომ ავიღოთ ჩვენი ერის მფარველები, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი და მათ ისტორიებს თუ გადავხედავთ, როდესაც წმინდა გიორგის ნახევარ იმპერიასაც შესთავაზებენ, თურჯულ შეესვლიდა უარს ამბობს, იმიტომ რომ თუ ღმერთს დაკარგავ რა არის ამ ქვეყანაზე, თუნდაც იმპერატორობა, თუნდაც მთელი დედამიწის ბრძანებლობა. როცა მოკვდები და გახვალ ამ ქვეყნიდან, ხო ღვთის წინაშე უნდა წარდგე ადამიანი. თუ გადავხედავთ წმინდა ნიკოლოზს, როდესაც მობარე არიოზმა ღვთისკმობა დაიწყო, იღებს და კვერცხს ურტავს თავში. ამიტომ უნდა კარგად ვიცოდეთ ჩვენი მფარველები ვინ არიან და ჩვენი გმირი წინაპრების ნამოღვაწარს გაფრთხილება უნდა, ჩვენც უნდა ვიყოთ მომავალი თაობისთვის ისეთი ადამიანები, რომ უხაროდეთ იმათ ჩვენი ხსენება. ღმერთმა დაგლოსოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სული წმინდის მადლით აგავსოთ და იცოდეთ, რომ ეკლესია ყოველთვის იქნება ზნეობრიობის სადარაჯოზე. ვინც რა არ უნდა თქვას, ვინც რა არ უნდა მოიფიქროს, ის რაც ღვთისგან აკრძალულია, იმას თავზე არავის არ მოვახვევინებთ. იმიტომ რომ ქართველ ერს საკმაოდ დიდი გონიერება აქვს და როდესაც ცუდი ცხოვრების მორევში გადავარდებით, მაშინ მოდიან ხოლმე და ხანვისი ხელით გვიპყრობენ, ხანვისი ხელით გვიპყრობენ. იმიტომ რომ თუ უფალს გაურბიხარ და თუ არ გინდა უფალი, მერე უფალის მიგიშვებს ხოლმე შენს ნებაზე და მერე ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო იტანჯება. უდანაშაულო ადამიანებიც კი იმის გამო, რომ ხალხის დიდი რაოდენობა ცუდად ცხოვრობს, მერე მათზეც მოდის ხოლმე ის მძიმე შედეგები, რა შედეგების ქვეშაც ერიდგება. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ქართველი ადამიანები და საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი შეინარჩუნებს ჩვენს კულტურას, იქნება ზნეობის სადარაჯოზე. ჩვენ შეიძლება თითოეულ ადამიანს ბევრი რამე გვეშლებოდეს, ცუდად ცხოვრობდეთ, მაგრამ გამოსწორებას უნდა ვცდილობდეთ ხოლმე. არ უნდა გვიხაროდეს ჭაობში ყოფნა. და საქართველო როგორც მრავალნატანჯი იობი ისია. გძიძგნიან, ხარად დაავადება შეხვდება, ხარად დაავადება, მაგრამ ისევ გამთლიანდება საქართველო. და ისევ ავდგებით იმ ტერიტორიულ ფარგლებში, რომელიც ღმერთმა ჩვენს წინაპრებს მისცა, თუ ჩვენ ვიცხოვრებთ ერთმანეთის სიყვარულით. დროა მივხვდეთ იმას, რომ თუ გაყოფილები ვიქნებით,
ნებისმიერი მტერი თუ არაკეთილ მოსურნე ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, მაგრამ ეს უნდა იყოს მზაობა, უნდა იყოს ყოველთვის. ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კიდე ყოფს და უნდა შევეცადოთ, რომ რამდენადაც შესაძლებელია გავერთიანდეთ, თუ ერთობა არ ქონდა, თუ ურთიერთსიყვარული არ ქონდა, თუ ერთმანეთს გატანა არ ქონდა, მაშინ ძალიან ძნელი ხდება ხოლმე მტერთან ბრძოლა. თუმცა მაინც შეეძლება ბრძოლა და გამარჯვების მიღწევას, მაგრამ ძალიან კარგი იქნება ამ გამარჯვებაში ყველა მონაწილეობდეს და არა ცალკეული ადამიანები. ჩვენი უწმინდესისგან ლოცვა კურთხება, მალე დაბრუნდება უწმინდესი საქართველოში. რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის ლოცულობს და ჩვენ მისთვის და ყველანი ერთად ჩვენი საქართველოსთვის. მალე მარხვა იწყება 14-ში და ალბათ კარგი იქნება იმ პერიოდში იმას კი არ დაველოდოთ, თქვა 19 ხსნილია თუ არა თევზით, თქვა ფერიცვალება, არამედ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავინახოთ ჩვენი შეცდომები, თუ რას ჩავდივართ და ჩვენც ვიცვალოთ ფერი. აღარ ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ, არამედ გამოვსწორდეთ და შეუდგეთ ქრისტეს და შეუდგეთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, ჩვენი მთავრობა და მხედრობა დალოცოს, გააძლიეროს და მტერსა ზედა თუ იყო მტერი და შეეხება ჩვენ ქვეყანას, გამარჯვება მოაპოვებინოს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. იხარეთ ორსავ სოფელშინა.